ჩვენ დაგვჭირდება რა, რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ, ღუზა გავუკეთოთ ჩვენს სატყუარებს, ასე რომ ვთქვათ, რა. ამის საჭიროა, ასე რომ ვთქვათ, ესეთი რეზინის თოკი. მე გვჭირდება ესეთი ზომის ჩანგლები, ეს იქნება საფუძველი კარაბინი, ხო, ასე ვთქვათ, ჩანგლები. 4-0 ზომა არის რეკომენდირებული. ხო, შეიძლება ოდნავ პატარაც იყოს, მაგრამ ჩვენ ვიცით, ოდნავ პატარა პრობლემა შეგვიქმნა. ხო, 4-0 თანაირი არ იყიდონ. მოდი ეგ ვაჩვენოთ, რომ არ შეცდენ ჩვენ სა. ეს არის 2-0 მე მგონი და არ წავიდა. აი რა სხვაობა ამათ შორის სიდიდეში. ხო. ანუ აი ეს არის მთავარი ეს ტრიალა, რაშიც თოკი უნდა გაეყაროს. რვიანა. და ხო, ამას ქონდა პატარა ეს და ნუ კი გადის, მაგრამ ვერ სრიალებს. შეიძლება ამაზე მოზრდილი ზომა ნახოთ და კარგი იყოს, მაგრამ აი ნახე გიო. იდეალური 4-0 ზომა რო იცოდეთ. აი იგივე 4-0-ია დაახლოებით აქ გამოყენებული. კი ბატონო, აბსოლუტურად იგივე ზომაში იდენტურია, ცოტა ხო ის კონსტრუქციულად არის სხვა. აი ნახე რა კარგად მუშაობს ეგრე. დაგჭირდება აი ეს. შესაბამისად დაგჭირდება სიმძიმეები. დაგჭირდება სიმძიმეები. ეხლა სიმძიმეებზე იტყვის ვინმე რომ რამდენ გრამიანი დავკიდო და ასე შემდეგ. 60 მაქსიმუმი არის 100 გრამი. მეტი არ უნდა. აი ყველაზე მაქსიმუმი და მინიმუმ 60, 80, 100 გრამი მაქსიმუმი. ეხლა ჩვენ გვაქვს 60 გრამიანები ნაყიდი, აგერა წერია კიდევაც რომ 60 გრამია. დავჭირდება ეს და დავჭირდება ხამუტები, რომ ფიქსაცია მოახდინოთ შეერთების ადგილების თოკისა, ასე რომ ვთქვათ რა. და ეხლა ამ ყველაფერს გავაკეთებთ და თქვენს გაჩვენებთ ბატონოჩი. დავედით. რა ზომას შურით გიო? 3 მეტრი. აი, მე გადავზომავ 3 მეტრს. ესე. მოიცადე მოგეხარეთ მაგამ ბავშვი. მიუწვე. ერთ ცალს რომ მოვჭირთ 3 არა 3 და 25 უნდა მოვჭრათ. ან 3 და 30 უნდა მოვჭრათ, რომ ყურს რო ვაკეთებ. იყო 3 და ის უბრალოდ დაგვაკლდება მერე მეტრაჟში. ხო, გამოგივა 2 და 70. ხო, ყურს აკეთებ, ქვევით ყურს აკეთებ და უკვე მიაქ რა. თუ ერთ ყურს გავაკეთებთ, ესე იგი, ნუ კაი იყოს, მოკლედ 3 და 30 უნდა მოვჭრათ რა. ხა, ეს არის 1 მეტრი. ხო, ანუ სულთა 3 რომ მოვჭრათ, მე დაგვაკლდება. 1 მოვჭრათ და მე იმას გაჭიმე. ეს 2 და ესეც 3. და 3 და 30, ხო? ხო, 30 მეტრი. ესეც 3 და 30, აგერ ბატონო. გადაჭერი ესეც 100. ეხლა აბა აჩვენე საზოგადოებას ეს ხო, ნუ მოგეთ 3 და 30-ია. აქ საჩვენებელი არაფერი არ არის. ეხლა ჩვენ ამ მასალებს დავამზადებთ და აწვევის პროცესსაც განახებთ რა როგორ და რანაირად. კიდე ერთი მოვჭრათ მაინც. თუ ვინა მივაყოლოთ და თუ შენ არ გეჩქარება გავამზადოთ მაგერ. სულ ყველა? ხო, რა ვიცი, დავჭრათ რა, ეგ ერთი ხვია მაინც დავჭრათ. ნახოთ ამდენი მოწ. მაშინ ეს ერთი შევინახოთ. მოკლედ, თოკი გვაქვს. აწყობა, ყობა და მე ახლოდან გადაგიღებ ამ რაღაცას. არა, შენ დაიწყე, იმიტომ რომ შენ ხარ ამის პროფესიონალი. მოკლედ. აბა, დავიწყოთ გიორგი. ვირასო. მოვიშველიოთ ეხლა სახაზავი ნუ მეტრიანი 12 ნახევარი. თან შენს განახეთ ხო? მე მგონი ჩანს. ზომიერი ის არის ყურფია, ყველაფრის ამოსადება თითისთვისაც და ყველაფერს რა. ეხლა ამაზე ჩამოვაცვალთ ჩვენ კარაბინი. წინასწარად შეიძლება, მერე შეიძლება ეს უკვე ადამიანის ხასიათის ამბავია. და ეს რისთვის? დასაფიქსირებული. ორი. თავარია ეხლა ეს ჩვენ დაუპრესოთ. დაიბრესა? კი, ალუმინია და იონად იპრესება. ხო.
არა უშავს აქეთ მეორე ჯერ პროფესორ გიძიას არის პრობლემა ისეც არ უნდა ქნა რომ გადააჭრევინო რა ხო ეს არის აქ თავარი ბოლოში ხوار გაგვიკვანძა მაინც ხო არ უნდა არ თორება ხო არსებულია ეს ახალ ეგრაზე ახალ სატყუარაზე გამოვაბათ ეს არაბინი ძალიან მარტივი კონსტრუქცია აქვს ლოკასავით დაახლოებით და ჩაიკეტა აბა როგორ არის ჩამოკიდებული მერე ქვედა რვიანაში გავუყრით ამ მოკლედ თოქს მოდი დავსვათ რვით აქ შეგვიძლია სხვადასხვანაირად დავამაგროთ ეს მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ რახან გვაქვს ყუნწია აქ ზოგი გაყრილია ასე ვთქვათ გახრედილია და მაშინ ორი ესეთი ხამწის გაკეთება გიწევს ფიქსატორის რომ ზევით ქვევით ამან არ ირგინოს თქვენ რომ არ გამოიქცეს და კუკლას არ მიეჯახოს და არ გადახოს ეს კუკლა ხო ვერ მოვიშალე რა აქედან გამომდინარე ჩვენ ხო ეგრეც უნდა ვიძახდე და რა ვიცი სამჭირს არ ვიცი არა უშავს ხო და გვავადიებე ამას ესეცნაირად დავაფიქსირებთ აქ და ლამაზიც იქნება ესთეტიკაც თავის როლს თამაშობს ამ რა თქმა უნდა აბა ახლოდან მეორე მხრიდან მეორე მხრიდან არა იქ აბა ოსმას გადავჭრა მაშინია უბრალოდ всё ვერ არის ერთი ცალი აეწყო მოკლედ აბა ვაჩვენოთ საზოგადოებას ხო სრულად მოკლედ ეს არის ამისი პრინციპი რა ანუ შენ გიკავია ეს აი ესეთნაირად თოგი შეიძლება ხელში მოიგრო როგორც გაგიხარდება ეს ან ორ ხელში დაიკავო და აი ესე გაიქნია და წყალზე დაცემის დროს ეს ღუზა უკვე თავისი ჩავა წყალში მოიცადე ავხლართ ახლა მე ეს ჩადის წყალში ჩვეულები აი აბა მუხაჩე ღუზას ისევ და დატესტე ჩამოწე დაბლა აბა დავიდა ცოტა აქედან უჭირს იმიტომ რომ ამას არ აქვს ეს ეკიდება დაბლა ხო წყალში რო ჩავარდება როდესაც თავისუფალი ვარდნა ჩვეულებრივ სრიალებს რა ახლა ხო ცოტა ესეთი მომენტია კი ძალიან კარგი მე ამისი აკეცვა ხდება მოკლედ აი რისთვის არის ეს კარგი წევა რომ ვიდეოში რომ ვიძახოთ ამას ვაძრობთ აქედან თუ გვინდა გადავაბავთ აქ უკანა პოზიციაზე გვინდა გადავაბავთ აქ გვინდა გადავაბავთ აქ მოკლედ სადაც გინდა იქ დასვა ამას შემდეგ აკეცვა ხო ჩვეულები აქ ამას იქ გამოვიდოდა ის არ მომწონს ხოლმე თავიდან აკეცავ აი ეს ყველაფერი უნდა იყოს ლამაზად ну ეხლა ამას რამდენსაც გინდა თოქს მოუშვებ და ეს ფიქსატორები ეს ფიქსატორი იმიტომ აქვს რომ აქ ჩაკეტავ მე და მეტრანახევარს გავუშვებ 3 მეტრს არ გავუშვებ და ჯობია რომ თოქი გქონდეს აი ეხლა ამას ვიძახოდი რომ ეს კი დაემთხვა აქ მაგრამ არის მომენტი რომ არ ემთხვა და შეგვიძლია ესეთნაირად გადავჭიმოთ ეხლა უკან ხო ჩამოვაცვით ეხლა უკვე წავიღებ და აგერ წინ ჩამოვაცვა და ეს თავისით წამოვა უკან და არის მოჭიმული წეღა რომ მოშვებული იყო ეხლა არის მოჭიმული ყველაფერი რომ არ აიხლართოს და არ გაიბლანდოს მივიღეთ ესეთი რაღაცა უმშვენიერესი
საკმაოდ კარგად გამოიყურება მინდა გითხრა. კი ბატონო. კაი, გავაგრძელოთ და ავაწოთ ეს ყველაფერი. დავიდა. უკვე გაკეთებული თავის ჩანთაში ჩალაგებული შთორმები. ახლა ჩვენ ვისვენებთ, ასე ვთქვათ და ვერთობით დავიდეთ. მოკლედ კაი საქმე გავაკეთეთ. ერთი 18 წელი გავამზადეთ ჩვენი ფიტული და ჩანთას შეივსო ბარაქიანად. ვიმუშავეთ, ცოტა კი არა, ბევრი ვიმუშავეთ. 20 წელი თუ რაღაც 18 წელი გავამზადეთ. ერთი მეშოკი ავაწყეთ, ასე ვთქვათ, ჩვენებურად და ახლა ცოტა ვერთოვე განწყობა ხომ უნდა შეიქმნება რაჯადავა იქნება დავაცოცხლოთ და ფრთხიანი დაიწყო. სული ჩავიდე. ხო, მოკლედ კაი იყო. რა ვიცი, ნენელა ვსწავლობ. კვევები დავათამაშო. კი ბატონო. Вообще вако микрофон. Микрофон вообще. Давай. Да, ушас и the change is the насудинес. Ჩვენ როი გავდე ხა თუ ბაქოდან არ ჩამოვიდეს პირდაპირ ეს. აი, ეგეთი ისა ვაგზელებ მუშაობა. ეგეთი ხო რო რას ფიქრობ, ანუ უკვე ვარ ხო ფორმაში. აი შენ უკვე ხარ როგორ უყურებ ყველაფერი გათავისებული გაქვს. მე როიც რაღაცა რო იცი, არ იცი, ეჭირო გეპარება და მაგრამ იცი რო იცი, მაგრამ უკვე აი უკვე სტრესის მოხსნის იმაში. ხო, ანუ ერთეულებს შემთხვევებში ესე დავაბა დაუძახე ვეძახი ჩვენ. ხო, ანუ არაფერი, ანუ უკვე ხარ გაიაზრე რომ უკვე მიხვედი იქამდე და უკვე სტრესს ხსნი და ანუ შენ მიგნებას ბოლომდე ან ნებისმიერს უკვე ნორმალურად ვეძახი და პატარ-პატარა ცდომილება მე კი არა ნამდვილი ხოცაა. კი ბატონო. იდეალურია, ну ეკო რა, როგორ მუშაობს? აბა, ეკო. აბა. ეგ ეკო არის, ეკო ხარ. კი არა, გუში სწავლობდი. შენ რო გასწავლე. თეთრი შურულად კუცადგისას მამალი და ხარაზული ხო ახლა დიდი ხანია ვიცი რა. მე აბა რა მინდა? ეგ ხარაზული მამალია. და შამეგეხმიან. ესა. რომელია ესე მაგერე ჭიგვარა. ეს არის? ეგ არის ჭიგვარა. ჭიგვარა, ხო? ეგ არის ჭიგვარა. ეს ჭიგვარა? ხო გაგვიწევ მაგრამ აი მენა სუპერ. ხო? მე ვერ ვეძახი მას, როგორ მარტო? ჰა? მე ვერ ვეძახი მას. რას? თურუს ვერ ვაკეთებ, მე გულუგება ენა რა. ვა, ეხლა ის ხარაზულისა, კუცადგისას მოსადგისა. იგივე უბრალოდ ეს უნდა გაჭირო, ხო? მოფინა, კუცადგისა, დაფინა უბრიჭებო, უყურეთ.
გაჭედე გოლობდა და მოუმატეთ ნევა. ეგ არის? ჩაანაცვლე. ჩადარდე ტუ 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 ტუ. ესა კუცადისა? ხო, ოღონდ ყურებია თამაში. всё, მაგას კი. დაამოკლე გააგზელე, გადაათამაში, გადავათამაში. ეცა? გაჭედე ხო, გადა. არ არის ხო თითო. აი ესეთნაირად ხო? თრუ გაკინდება. ეგ არის. всё, ამუშავდა. ეგ არის, ამუშავდა. ამუშავდა კატრა. და ეხლა ისა, ჭიკვარას მამალე, ხო? ეხლა სხვა არა, კაია. აი, ზუსტად გასეთი წვეთებით რა. და სტოენია, ჩვეულებრივი სტოენია? სტოენია, ეგ იგივე ხო? მაგრამ ეს უკეთესია რომ დაუძახ, ხო? იმენა მასე იძახის რა. ეგ არის? მაგრამ ციცი ის ერთეულებიც აქვს, სხვა იძახის იმ ერთეულებს. მაგრამ იძახია რომ დედალებში ხარაზული არის ჩემპიონი საერთოდ, ხო იხებში? ნუ კლასიკა. დასავლეთში რანაირი სიციან ეხლა რო ვიყავ სანადიროდ ხო მოვიშვი. თავარი იყო. თავარი ჩვენსკენ. ანუ ხარაზულას თუ usrule, ყველაფერს usrule. თავარია თავარებს. ხო, თავარი. აბა ხა შევადაროთ ჩემი და შენი 80 სავიბილები. აბა შენი დაძახება აი ორი ერთნაირი. ეს ამოჩენა. ძველი გრინდა. ოღონ მარტო. და შენი დამსახურებაა, მაგრამ შენ ვარ გამეგეძე და ვინებოდი მსხალზე. აბა წავიდე. ამაზე სუნთქვას. აი დააბული. აი ხო. რასაც მაგალითად ვერ ვიტყოდი, აბა კალაშნიკოვზე. კალაშნიკოვია მაინც. ეგ სხვა რაღაცა. აბა წავიდა ეკო ისო. ეკო აი მე ეკოს ხმაც ძალიან მძანოს. ზომიერად თავისი რასაც ზომიერად ბილი და ჟღერადი ხმა. არამჭექარე, მაგრამ არც ძალიან რბილია. რა ისეთ აი ოქროშვალედი აქვს მოძებნილი რაღაცა ამათში რასაც უნოშო. ამ ყველაფერს სწავლაში დამჭირდა დაახლოებით 1 თვე და 1 5-საცობში მოყოლა რა. რეალურად სეზონი დაიკეტა თებერვლის ბოლოს. მერე დაიწყე პარალელურად ამ რაღაცეების გამოწერა, ამას ჩამოვიდა მარტის ბოლო მოაღწია, აპრილი და ანუ 1 თვე ნახევარი მაქსიმუმია. ანუ 2 ნახევარში მოასწარი ყველაფერი მობილიზება, ასე ვთქვათ და შესწავლა. ხო, ანუ 2 თვე ნახევარში 2 თვეში მოვასწარი ჩამოტანაც და სწავლაც. კი. და ზოგი და გზაში. ხო, ის მაგრამ ამას ქვია მონდომებული მოსწავლა. შეგვიძლია კურსები. პეჯიტი. ხო, კურსები უნდა დავმი. კურსები. ტრენინგები იხვით დაწახებაში. ხო, სახე მოსწავლის. ეტალონი. აი. ასე იგი. მოიცე წამს ფასები გავიხსენო რა. დაახლოებით. კარჩე ეს დაჯდა 50 ლარი, ეს დაჯდა 30 ლარი და ესენი დაჯდა ხო მეორადი დაჯდა 30 ლარი ესეც. აა ცოტა მეტი, აი ეს 35 დაჯდა და ამოწვე ერთი ცალი ახლა. ხო, აი ეს ჩამოვიდა, ამას ჩამოვიდა. ხო. დაანახე. ხო. მაგრამ აგზემოდან ისინი ახლა ხორბა პირველივე, მაგია. ხო, ესა და ერთი არის. აი. ჰა? საფარია თქო, აი მე მგონია ყველაზე ძალიან მომწონს. ძალიან მაგრამ იმაზე მაგრათაც. ადრეს მონა. ჰობოზე მაგრა. ბიჭო, ძალიან კლასნი ხმა აქვს რა, აი ჰობოს კვება, აი თავისებური კვება აქვს, მაგრამ რაღაცა მომენტ შეიძლება გაგიჭედოს კვებაში რა.
ემოცია როგორც მოგეძალება და ეს გიჟია რა. აი ხმით ეცადეკვების დაძახება. ეგ როგორ მოაყოლე. ასე გუდ ბაშობა. როგორ პროფილაზე გაზარდა ისა? ხო, ხმა უნდა ყვებას რა. აი იმპროვიზაციების უფრო ფაქტია. რაღაც ავამღამო. ხმით არასდროს არ მისწია. აი, ჩავწეროთ ახლა დამშვიდობება და რაღაცა შემაჯამებელი. მოკლედ, თქვათ, ჩავიწერება უკვე? კი, ეს ყველაფერიც შევიწერეთ. დუბლი ბოლო. მოკლედ, მეგობრებო, დასრულდა ჩვენი აწყობის პროცესი. გავამზადეთ ჩვენი ფიტულები, აი ესე ლამაზად. და ბოლოს გვინდა გითხრათ, რომ რაღაც წარმოდგენა რო შეგექმნათ ფასები დაახლოებით რა პირს. ესე იგი ყველაზე ძალიან ეგ დაინტერესებს. ხო, არ დაგვავიწყდეს თვითონ თოკიც 6-13. ხო, მარტო თოკი დაახლოებით 7-8 ლარი ჯდება თავის სიმძიმით რა. აქ შედის სიმძიმე, კარაბინი და ხამუთი და თოკი. რეზინის თოკი. დაახლოებით 7-8 ლარის ფარგლებში მერყეობს რა. ეხლა ზუსტად ძნელია მაგის გამოანგარიშება თეთრებში. ხო, 7-დან 8. 7-8 ლარის ფარგლებში თოკი. რაც შეეხება ეს არის ხო აი ფასდაკლებით რო რაღაცა და ინადირე ფასებზე ასე რო. კი ბატონო. რაც შეეხება მოდი გითხრათ ფასების შესახებ რა. Final approach-ის ღირებულება იყო დაახლოებით 24-25 ლარის ფარგლებში ხა დოლარის კურსი როგორც იყო რა. Final approach-ი თქვი რომ ძალიან გაგიმართლა მაგათი. დღეს რო ვეძებ უკვე ესეთი ფასდაკლებით აღარ არის სამწუხაროდ ის სანადიროთ ვიყავით გასულ სადღაც ფასი დაახლოებით ერთი იმდენი ქონდა შენ როგორ კი ორჯერ ძვირი ღირდა და უცებ რიონზე რო ვიყავით სანადიროთ რომ მოვედით სახში დასაბინავრად მაშინ შევხედე ვა Final approach-ი რაღაც კაპიკები ჯდებოდა რა 12 ცალი შევიძინე გეტყვი ეხლავე $44 12 ცალი ეს $44 და ნუ პლუს ტრანსპორტირება და გამბაჟება არ მოუწია და იმიტომ რომ 300-ს არ აღემატებოდა და ნუ ერთი ცალი დაჯდა დაახლოებით მეგობრებო 24-25 ლარი რაც ამ ბრენდისთვის ძალიან მაგარი ფასია რა ახლა ჩინური და რაღაც თურქული და რაღაცა ისინი იყიდება ხოლმე რაც შეეხება სტორმი დაჯდა ძალიან ძვირი ტრანსპორტირებაში მაგრად გამწეწეს ხო, ეს დაჯდა 51 ლარი, ნუ 50 ლარი რა. ერთი ცალი. ხო, 50-ს გადასცა, 51-მდე იყო და 50 ლარი თქვა ეს დაჯდა ერთი ცალი. ეს გამოუწერე 12 ცალი და გაფრინდა რა. კაი ბევრი იყო. უბრალოდ ეს ასევე დეტალი. მოგლეთ რომ თქვა თითო ყუთში 6 ცალიან ყუთში მისცა $36 არა ამაში ხო ამ ყუთში 6 ცალიან ყუთში მივეცი $36 ზუსტად და გამბაჟება ტრანსპორტირებაში მოუწია 200 ლარი აგერ 6 ცალს მოუწია 200 ლარი ხო და მაგან გააქცია ფასი თორე თვითონ ცალკე აღებული ფიტულის ღირებულება ხო $36 მაგრამ იმდენად დიდ ყუთში დევს აგერდევს ეს ყუთი და მოცულობითია და სიმძიმე აქვს და საკმაოდ და ვადი იყო სადღაც ახალი მეორადი ავიანიქსები ხო ესენი ვიყიდე მეორადი ავიანიქსები და ეს დაჯდა 35 ლარი რა მაინც ავიანიქსისთვის ევიანიქსისთვის კაი ფასია და ну ახლა მეორადი რა წყალში ჩასვამ და ახალ ჩასვამ წყალში და ორ დღეში იქნება მეორადი თავარია გატეხილი არ იყოს და ეს საკმაოდ ახლა ოდნავ ხელს შეავლებ კაცმენ და უბრალოდ ეგეც იყო ცნობის მოყარეობის ამბავი ხო ევიანიქსი მაინტერესებდა ხო იმისგან და იმისგან და ამისგან ასე ну ცუდი არ არის რა თქმა უნდა ევიანიქსი პრემიუმ სეგმენტის მას ამზადებს მაგრამ მოდი ისიც ვთქვათ როცა არის შტორმი თურის ევიანიქსში მაგხელაფასის გადახდა ახალი ევიანიქსი რო იყიდო ალბათ ჩემი გათვლებით ერთი ცალი დაჯდება 100 ლარი დაახლოებით კი სადღაც 97-100 დოლარი ღირს 6 ცალიანი შეფუთვა და შემდეგ ტრანსპორტირებაც ხო უნდა და ასე შემდეგ ანუ სამჯერ ძვირი გამოდის სტორმთან შედარებით ღირებულება 6 ცალიანი შეკვრის ანუ წარმოიდგინე ხა
ღირს, რავი, არ ღირს მე მგონი რა. Storm-ი არის ჩემი აზრით ყველაზე ოპტიმალური, ყველანაირად, აი მატოვი ზურგით, პრიალა თავით, პრიალა ზურგით, ისა კუდით და რა ჩვენი ვერსკივებისგან დაცვით და ულტრა ხო ამას ანოტაციაში კი ანოტაციაში აღწერაში მოყვება რომ ეს მოდელი ულტრა ისპერ სხივებს შთანთქავს სხვა რა გვაქვს ნუ ესენიც დაახლოებით 30-32 პაკეტში იყო ხო და ნუ დაახლოებით საშუალო არითმეტიკული ეგრე გამოვიდა Avionics-ები დაახლოებით 35 ლარი და ეს ჩანთა ეხლა ჩავდე და არაჩვეულებრივი 20 წელადობა და ჩავყარეთ საღამო უკუღმას. ხო, აი ესე პირდაპირ. და რო ჩაალაგო 24-25 წლამდე ჩაულებრივი ჩატეო რა, აი რო ჩაალაგო რასაც. აა ბატონო. თავისი ზურგზე მოსაკიდებელი. მოკლედ, დავამშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს ბიჭო. ჩვენ გავაგრძელოთ კიდე საკითხების მეტი რა. ვარჯიში ამბები. აბა, აი ამბები ცოტა. კარგად მეგობრებო. მე დაგაინტერესებთ, ამ ჩვენ შეგვეშალა რამე, ამ ყველანაირად კითხვასაც ვღებულობ და შესწორებებსაც ასევე. რა თქმა უნდა. ეს არის ბუნებრივი ციკლი. ვიღაც ადამიანები ურთიერთობთ ნორმალურად ერთმანეთთან. კი ბატონო. დღეისათვის სულ ეს იყო, დროებით მომავალ შეხვედრამდე. კარგად.